რატომ არასდროს მომახსოვრდება მათემატიკის ფორმულები, მაშინ როცა ჩემი საყვარელი სიმღერის სიტყვები ზეპირად ვიცი? პასუხისთვის საკუთარ თავში ჩავიხედე და საინტერესო რაღაცებს მივაკენი. ეს მე ვარ, როცა მასწავლებელი მეათედ მიხსნის მიტოსს და მეიოზს. ბარბარე, აბა რა განსხვავებაა მიტოსსა და მეიოს შორის? ყურადღებით ვუსმენ, მაგრამ რატომღაც მეათედ ახსნილი მეათედვე მავიწყდება. ეს კი მე ვარ, როცა მეგობარი მიყვება, როგორ დაშორდა შეყვარებულს მეშვიდედ. რა, მაგას გონია ყვავილები თუ გიყიდა, ეგრევე შეურიგდები? წინაზე სახლი მაინც გიყიდა და ახლა ვარდები რა იყო? რატომღაც ჩემი მასწავლებლის ახსნილისგან განსხვავებით, ჩემი მეგობრის თითოეული სიტყვა ზეპირად მახსოვს. და რატომ ხდება ასე? პასუხი მარტივია. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ის, რაც გრძნობას აღძრავს, ღრმად იბეჭდება ჩვენს ცნობიერებაში, ხოლო მშრალი ინფორმაცია მარტივად გვავიწყდება. აი მაგალითად, თუ ვინმეს ეთყვი, რომ შენი საყვარელი ფერი ლურჯია, მაშინვე დაავიწყდება. ამის ნაცვლად უთხარი, რომ შენი საყვარელი ფერი ლურჯია, იმიტომ რომ დედა ბავშვობაში რომ გეხუტებოდა ხოლმე, სულ ლურჯი მაისური ეცვა. ეს უფრო დაამახსოვრდება, რადგან ამ დროს ლურჯი მარტო ფერი აღარაა, ის ემოციასთანაც ასოცირდება. ასე რომ, თუ გინდა რომ შენი სიტყვები მართლა მივიდეს ვინმესთან, ნუ მიაწოდე მხოლოდ ფაქტს. მოუყევი ამბავი. მიეცი მას კონტექსტი, ემოცია. ასე შენ სიტყვებს არა მხოლოდ მოისმენენ, არამედ იგრძნობენ კიდეც.